მოგესალმები, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველი კითხვა მაქვს შესაძლო მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით. ამ მოლოდინის წყარო ჩვენთვის არის კონგრესმენ უილსონის განაცხადი, არაერთი, რომელიც მას ჰქონდა წუხელ ჩვენთვის მთელი ღამის განმავლობაში პრაქტიკულად. რა სიტყვით თქვენ, არის თუ არა ანუ რეალური მოლოდინი, როგორ ფიქრობთ, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი პაკეტის სანქციების და რატომ შეიძლება ჰქონდეს დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა? ხო, რაღაცა დღევანდელ დღეზე არის თითქოს გარკვეული მინიშნებები. რა სიტყვით თქვენ ამაზე? ბუნებრივია, როდის და რა მომენტში და რა პაკეტი და როგორ ამას გადაწყვეტს ადმინისტრაცია, მათ ნაცვლად მე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ფაქტია ერთი. სანქციების პროცესი არის დაწყებული, ეს პროცესი არის ორპარტიული. ამ პროცესში უკვე მომავალი ტრამპის ადმინისტრაციის ადმინისტრაცია ჩართულია და ვილსონის რა თქმა უნდა ძალიან ესეთი კამპანიური იყო. ხო, არა მხოლოდ ვილსონის, სხვა შორის სხვა კონგრესმენებმაც გადაწყვიტეს ეს. ასევე შინაარსი, ხო, იგივე ჩინეთზე მინიშნება, ირანზე მინიშნება, ანტიამერიკულ განწყობებზე მინიშნება, ძალადობაზე მინიშნება, ხო, ანუ ეს არის აბსოლუტურად ესეთი ზუსტი აღქმა დიქტატურაზე მინიშნება, ზუსტი აღქმა იმ გამოწვევისა, რომელიც არის საქართველოში და ქართული ხალხის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ზუსტად კონკრეტულად ნაწილი სანქციების თქვენ იცით უკვე ამოქმედებულია, დღეს სხვა შორის გამჭვირვალობას ჰქონდა ძალიან კარგად კომბინირებული, მაგრამ კიდევ უფრო ხარისხობრივად ახალი ეტაპი ამ სანქციების აუცილებლად დაიწყება, როდის დაიწყება მე სპეკულაციას ვერ დავიწყებ, მაგრამ აუცილებლად იქნება. კი ბატონო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამ მოსალოდნელი, შესაძლოა მოსალოდნელი კიდევ უფრო აი მასშტაბური პაკეტის შედეგი? ელენე, ამაზე მინდა კითხოთ, ჩვენ საუბრობდით ამ თემასთან დაკავშირებით წინა გადაცემაში. როგორ ფიქრობთ, ეს შეაკავებს ივანიშვილს, ეს მას დაახევინებს უკან, თუ ეს ვთქვათ უფრო მძიმე შედეგებს მოიტანს გარკვეული თვალსაზრისით, უფრო გააბრაზებს მას, ამაზეც გამოითქვა მოსაზრებები და არ ვიცი რა შეიძლება იყოს პოლიტიკური კონვერტაციის შემთხვევაში ამის შედეგი. აი რა სიტყვით ამაზე? რა ტიპის სურათს გვაჩვენებს ჩვენ ეს გადაწყვეტილება ასეთი თუ იქნება ასეთი მიღებული? დიახ, ნუ რა გააბრაზებს და რა დაამშვიდებს ივანიშვილი, ეს არ არის საინტერესო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ავტორიტარული ვერტიკალი ძალაუფლების ჩამოიშალოს. ჩვენ ნახეთ სხვა შორის გედედეს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ოჯახით წავიდა აქედან, ეს იყო თანამშრომელი, რომელიც ბევრი დიდი ხანი მათ შორის ძალადობის პერიოდში მუშაობდა. ძალიან კარგია, რომ ყოველ შემთხვევაში გაემიჯნა ამ ძალადობას. ნახეთ არაერთი ელჩი, რომელიც გადადგა, მაგრამ ვერტიკალი არის ჩამოსაშლელი და ამ ვერტიკალის ჩამოშლაში არის ორი მთავარი ფაქტორი. ეს არის ერთი შიდა ჩვენი შეუპოვარი წინააღმდეგობა, პოლიტიკური პარტიების თანმიმდევრულობა სისტემის დელეგიტიმიზაციაში და ეს არის გარე ზეწოლის სხვადასხვა ფორმა და სანქციები არის ყველაზე ეფექტური. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ბუნებრივია, ვთქვათ, ფინანსური სანქციები იქნება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, მათ შორის ბიძინევანიშვილის გარემოცვისთვის და მისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ის ხალხია, რომელიც დამოკიდებულია ფულზე, სიმდიდრეზე, პირად რაღაცის მოხვეჭაზე. აქედან გამომდინარე, კომბინაციაში ეს ყველაფერი უნდა ჩამოშალოს, რა თქმა უნდა, სისტემა. ეხლა გაბრაზდება, არ გაბრაზდება, საერთოდ არაფერი არ ხდებოდა, როდესაც ის ძალადობრივად და რუსულად იქცეოდა ამ ქვეყანაში. ამიტომ საბოლოო ჯამში ყველა ზეწოლის ფაქტორი სისტემას ჩამოშლის და ქვეყანა რაც მთავარია, სისტემას ჩამოშლის და ხალხს დაუბრუნებს საშუალებას, რომ თავად განსაზღვრონ თავის მომავალი, იმიტომ რომ ქართულ ხალხს არჩევანი გაკეთებული აქვს. ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უდიდესი მხარდაჭერა სწორედ საკუთარი აქტიურობის გამო. ის ადამიანები, ვინც ახლა არიან საპატიმროებში, ვისაც ლაპარაკობდა ნინო, ეს წარმოუდგენელი ფასია, რასაც ჩვენი მოქალაქეები იხდიან სწორედ იმაში, რომ ჩვენ გქონდეს მომავალი და პერსპექტივა. ამ პერსპექტივას გვთავაზობენ ერთის მხრივ დიდი კონკრეტული პოზიტიური შეთავაზებებით, მეორეს მხრივ ბიძინევანიშვილთან დახმარებით ამ ავტორიტარული სისტემის, დიქტატორული სისტემის ჩამოშლაში.
კი ბატონო ელენე, ერთი კითხვა მინდა ასევე დაგისვათ 29 დეკემბერთან დაკავშირებით შესაძლოა მოისმინეთ ქართული ოცნების პრემიერის განაცხადი მუქარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ანუ როგორ ახსნით თქვენ აი ამ ყველაფერს, ეს არის უბრალოდ სიტყვები, რომელსაც აჟღერებს კონკრეტული წარმომადგენელი ივანიშვილის ხელისუფლების თუ არის რაღაც შესაძლებლობა რომ მისი სრულეში მოიყვანოს, ჩვენ არ ვიცით რა არის ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, ამას ყველა ერთად მოვისმენთ კონკრეტულად ამ ნაწილზე, მაგრამ ფაქტია რომ ხელისუფლება ამ ვერსიაზეც საუბრობს მოვლენების ამგვარი შესაძლო განვითარების. რისი ნიშანია ეს თქვენთვის? აბსოლუტურად დღეს რო შევხედოთ, ხო, ვინ არის ძლიერი და ვინ არის სუსტი, ვინ არის რეალურად ვინ ასხივებს ძალას და ვინ ასხივებს შიშს. რა თქმა უნდა, ეს არის შეშინებული სალომე ზურაბიშვილის პერსონით, ინსტიტუტით, მოქმედებებით, ხალხით შეშინებული ქართული ოცნება ივანიშვილი ხან ყობახიძეს პირით, ხან ვიღაცის პირით და არის აბსოლუტურად ძლიერი, როგორც საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე საზოგადოებაში მხარდაჭერის თვალსაზრისით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რომელიც რჩება ასე ლეგიტიმურად და სხვა შორის ამაზეც იყო მინიშნება ამ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ რაც თავარია საქართველოში ლეგიტიმურად, სანამ არ იქნება ახალი არჩევნები. შესაბამისად, რას იტყვის ყობახიძე არ არის საინტერესო, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი აგრძელებს ძალიან თანმიმდევრულად ჩვენი თავისუფლებისთვის ნაბიჯების გადადგმას, ბრძოლას და ასე შემდეგ და 29-ის შემდეგ მე რა თქმა უნდა მისი გადასაწყვეტია რა ფორმით და როგორ აირჩევს და ველოდებით ჩვენ რა თქმა უნდა მის გადაწყვეტილებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამა თუ იმ ფორმით პრეზიდენტი გააგრძელებს ამ ბრძოლას, ეს მას ნათქვამი აქვს თავი. ელენე, ასევე მინდა გითხოთ აი ინფორმაციის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით, რომ მას 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა და ასევე დაჯარიმდა 2500 ლარით. რა სიტყვით ამაზე, რა საქმეს უკავშირდება ეს და რა არის თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით? არაფერი რომელიმე იქნებოდა საქმეების მეტი რა არის, უგვეძახიან ხოლმე სასამართლოში და რაღაცა აირჩიეს რომელიღაც საქმე იმისთვის, რომ იარაღის უფლება ჩამოერთმეთ, უბრალოდ იმ ფონზე რამდენი ადამიანიც ახალგაზრდა ნაცემია დაკავებული არის, ჩვენ რა ვიცი, ვერ გამოვყოფთ ნამდვილად პოლიტიკოსების მიმართ რაღაც სანქციებს, ჩვენ ბევრად უფრო სერიოზული რაღაცებისთვისაც მზად ვართ, ამიტომ ხო, რა თქმა უნდა, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ზურა ეს არის თავდაცვის საშუალება და მას ჰქონდა უფლება რომ ის ქონდა, მაგრამ ეს ნამდვილად ვერ ვილაპარაკებთ ამაზე დიდი ხანი იმ ფონზე რაც ხდება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ჩვენ გავუმკლავდებით აბსოლუტურად ყველა ტიპის რეპრესიას. კი ბატონო, და ბოლო კითხვას დაგისვამთ პარტიების დაფინანსების საკითხზე, ჩვენ ვნახეთ რაც იყო თქვენი კოალიციის პოზიცია, თუ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ რომ ახსნათ მაყურებლისთვის აი ამ საკითხის ახლა ამ პერიოდში ასე ვთქვათ განხილვის მნიშვნელობა ამავდროულად და როგორ ფიქრობთ რეალურად რა გავლენის მქონე არის ანუ საერთო პოლიტიკურ სურათზე და პროცესზე ეს ამბავი რომელიც ცესკოს განცხადების შემდეგ კიდევ უფრო დეტალურად გახდა ცნობილი. ხო, რა იქნება განხილული და რა არ იქნება ამას საზოგადოება გადაწყვეტს, მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა ამ საკითხის პრინციპულობას და მნიშვნელობას. პირველ რიგში გუშინ იყო ბოლო დღე, როდესაც იყო ტექნიკურად შესაძლებელი უარი ეთქვა პარტიებს ამ არალეგიტიმური ხელისუფლებისგან არალეგიტიმური არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით ფინანსების აღებაზე, პარტიული ფინანსების, აქ არ არის ხელფასზე ლაპარაკი და აქ არის ორი ფორმა, შესაძლო ფორმა, როგორ შეგიძლია რომ პარტიამ თქვა უარი. ერთი ფორმა ეს არის გუშინ დღემდე უარის თქმა წერილით, ისე როგორც ჩვენ მოვიქეცით, ეს არის ძალიან კატეგორიული და ესეთი არალეგიტიმურობის ხაზგასმის და ძალიან პროაქტიული პოზიცია ჩემი აზრით ყველაზე სწორი და მეორე ფორმა ეს არის თუ მანდატებს გააუქმებენ, ანუ უკვე ოცნება თუ გადაწყვეტს რომ გააუქმოს მანდატები, იმ შემთხვევაში დაფინანსება აღარ ექნება პარტიას რაღაცა რაოდენობის მანდატების შემდეგ. ოღონდ ეს არის მომავალში და ეს არის დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე. ამიტომ მე არ შევალ სხვა პარტიების პოზიციის განხილვაში, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი თავდასხმა იყო სამწუხაროდ და ნამდვილად არ არის ჩემი საქმე სხვა პარტიებზე ლაპარაკი, მაგრამ ძალიან პრინციპულ საკითხად მიგვაჩნიათ, მათ შორის დელეგიტიმიზაციის პოლიტიკის ნაწილად
თანმიმდევრულ აუცილებელ ნაბიჯად ის რომ გვეთქვა უარი პროაქტიულად დაფინანსებაზე, იმიტომ რომ რა ფინანსებზე არის ლაპარაკი, რომელი არჩევნების შედეგების, რომელიც არ არსებობს. ამიტომ ეს იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და მე მგონი ერთადერთი სწორი. მადლობა ელენე, მადლობა დაგემშვიდობები. ელენე ხოშტარია, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა ჩვენს ეთერში.